მადლობთ. მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ. თანდათან უფრო გახურდა ძვირფასო მეგობრებო წინა საარჩევნო ბრძოლა ქვეყანაში. სახელმწიფო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში დადის და ამომრჩევლებს ექსტრასენსულ სეანსებს უტარებს. ერთ-ერთ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა საბოლოოდ გაფანტა ჭორების კორიანტელი მისი რელიგიური მრწამსის შესახებ, რომ ის კათოლიკეა. და ჰიპნოზის ქვეშ ამომრჩევლებს ამაყად განუცხადა. ნახოთ ეს აუდიო ჩანაწერი. მე მეძახიან და ამბობენ რომ კათოლიკე ვარო. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართლმადიანი. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართლმადიანი, ვარ მართლმადიანი. დიახაც მე ვარ მართლმადიანიო. ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიანი ქრისტინე ვარო. მართლმადიანი ვარო და სხვა რელიგიისგან ღმერთმა დამიყვაოსო. ეს თქვა და ბორჯღალი გადაიწერა. მართლმადიანმა. მაინც არ ამბობთ, ბოლომდე სიმართლეს ქალბატონო სალომე რა. თქვენ მართლმადიანი კი არა ხართ, თქვენ ხართ რუსულმანი. რუსულმანი. აი სწორედ ასეთი ჭეშმარიტი მართლმადიანები გჭირდება ძვირფასო მეგობრებო, ასეთების წყალობით გადაურჩათ ჩვენი სამშობლო ისეთ დამპყრობლებს, როგორიც იყო აღა მართლმადხანი. დიახ, იყო ესეთი აღა მართლმადხანი, რა გვიქნა. არა, გასაგებია რომ მართლმადიანია, მაგრამ მე იმის მეშინია ეს ქალი პრეზიდენტი თუ გახდა, უსხო კოლეგებთან არ წამოსცეს საქართველოს პრეზიდენტი ვარო. ხომ ეგონება თუ პრეზიდენტის ნაცვლად კბილის პასტა გვაქვს არჩეული ჩვეულები. ყველანაირი ვერსიას ვუშვებთ მეგობრებო, რომ აი ყველანაირი ვერსია შეიძლება რომ დაუშვათ. პრეზიდენტობის მართლმადიანმა კანდიდატმა განაცხადა რომ ჩემს ყველა კონკურენცო დებატებში ვიწევთ. რას ამბობთ, ქალბატონო სალომე? თქვენ დაგიჯდებათ დებატებში ვინმე ვის აქვს თქვენდენი უმაღლესი განათება? და სიტყვათა ბარდაკი რომ თქვენ დებატებში გაგიძლავთ. თუ გაგიძლიერდეთ თუ რა ვიცი, მდიდარია ქართული ენა ზოგადად, რა ვიცი, ბევრნაირი ვერსია არის თქვენი მეტყველებიდან გამომდინარე. მოკლედ, სამი სიწმინდე გაგვაჩნია ქართველებს. მამული ენა სარწმუნოება და ეს ქალი მამულს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ენას საერთოდ ვერ ფლობს და სარწმუნოებაშიც ვერ არის ჩამოყალიბებული მთლად. ბოლომდე ძვირფასო მეგობრებო, რა გითხრა? ქება დიდება არ დააკლო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პოლიტიკურ ფანტაზიების ნაყოფს სალომე ზურაბიშვილს. ნახოთ ის ვის შეადარა. ქალბატონი სალომე ჩონხავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის არის ეს ქალბატონი სიმბოლო ჩვენი უახლოესი ისტორიის. კიდევ მე-12 საუკუნეში ხავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ ხრივ ჩვენ დღევანდელო ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება. ხედავთ ძვირფასო მეგობრებო, სალომე თამარ მეფეს შეადარა. თვითონ ხო ილიას ედრება. ანუ გამოდის რომ ქართულ ოცნებაში თანამედროვე თამარი და ილია ყავს. როგორც იმ სიმღერაშია შვილთა შენთა სახელს ლოცავს თამარი და ილია, ახლა ხვდები შუბლის ზარღვი მართლა გაწყვეტი ილია. ასეთ ლამაზად სიმღერა კარგად ვიცი, მე ხერხდება. წინა საარჩევნო კვლევებით თვითონ ქართული ოცნების კვლევებითაც კი სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზეა. არა და ოცნება წინასწარ ტრაბახობს. პირველივე ტურში გავიმარჯვებთო ჩვენო. ეტყობა ამათ ახლა თამარ ჟვანიას და ღმერთის იმედი აქვს ერთად. იმიტომ რომ ცალცალკე არ ყოფნის. მართლა არ ყოფნის და რა ვიცი, ალბათ უფრო ღმერთის. ო დიდო მართლმადო, იქნება რამენაირად დაგვიბნელო გონება, რომ რამენაირად ავდგე და თავისებურად რაღაცნაირად დაბნელებულ გონებაზე სალომე შემოგვახაზია. ესე მართლმად თუ არ მიმართეთ, ის არაფერი არ იხილა. აღმოჩნდა რომ სამ დღეში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით მიიღო 1 მილიონი ლარი. შემომწირულთა სიაში არიან კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა. ეს გასაგებია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ფულით ასევე ეხმარებიან ჩაჩავას კლინიკის მეან გინეკოლოგებიც, ძვირფასო მეგობრებო. ხედავთ ხალხო, თითო კოლოფი სიგარეტიდან 2.5 თეთრი ხო მიაქვს ბიძინას და აგერ კიდე ახალდებოდებულ ბავშვებს დაბადების საკომისიოს ახდევინებს. პირდაპირ ჩვილი ბავშვებიდანაც მიდის რაღაცა გარკვეული შემოსავალი, რა ვქნათ, ახლა ბავშვი რო იბადება ესე უფასოდ დაბადება როგორ შეიძლება?
ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა თუ როგორ ზალავდა მას ფულს პირადად ივანიშვილი მის ოფისში შევხვდიო. ალიგატორის ტყავიან დივანზე დამსვაო, 4 თითი ამიწიაო და მითხრაო, რომ 4 მილიონი უნდა მოიტანო. ბატონ ზაზა ალიგატორის ტყავის იქეთ კიდე რომ დაგეძებნათ, ხო, ეხლა ხარიბაშვილის ტყავიც იქნებოდა სადმე მანდი. იმიტომ ახლა ზუსტად ვიცი, რომ კვირიკაშვილის ტყავისგან კაი ტროიკა საკერიბებს. ესე ვიცი. ოქუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს 4 მილიონი იმავე საღამოს გამოიტანეს TBC ბანკიდანო არასამუშაო საათებშიო. მოკლედ ბიზნეს ბრძანებით TBC ბანკმა ისე გვიან გააღო სალარო, რომ 100 ლარიან კუპიურაზე რუსთაველს უკვე პიჟამო ეცვა. ისიც არ ელოდებოდა ასე გვიან გარეთ გასვლას. თავიდან თურმე საქართველოს ბანკიდან უნდოდა თანხის გატანა, მაგრამ 6 საათის შემდეგ ვერაფრის ვერ გააღებინეს საქართველოს ბანკს ლომის უკანალი. თითქოს მადლინახება. ამ საქმესთან დაკავშირებით გაირკვა, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ბიზნეს ბრძანებით ოთარ ფარხალაძემ სარდაფში ჩაიყვანაო და ძალადობით დაემუქრაო. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი პლუსი. ძვირფასო მეგობრებო, ხო საშინელებაა სარდაფში რო ხარ, ჩაკეტილი და შეზე ფარცხალაძე ზალადობს, მაგრამ რამ ხელა შეღავათია, როცა იცი რომ არც ისაა კარგ დღეში ფარცხალაძე, იმიტომ რომ მისი უკან ბიზინა დგას. ხო ხდებით რა, როგორი ისადი? მაინც წნარდები და გამოდის რომ ფარცხალაძე არის ქართული ოცნების ჰადესი. მიწის ქვეშეთისა და სარდაფების ღმერთი. ესე დავა. რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ ლევან ყიფიანმა ისეთი კომენტარი გააკეთა ამ მოვლენებზე, რომ აშკარად არ იყო ის რამდენიმე დღე ფიქრი. მე და ოქუაშვილმა სპეციალურად ერთად დავდგითო და ჩავწერეთ ეს ყველაფერიო, ზაზას უცხოელი პარტნიორებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ მთავრობა მასზე ზეწოლას ახორციელებდა და ვალები გადამივადეთო რა. აბა რა, ყველა უცხოელმა იცის, რომ ის კაცი ბიზნეს ნიშნავს და ავარია რო სარდაფში წამება, ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. ვიფასო მეგობრებო, ავარია სარდაფში წამებას რო ნიშნავს, ყველა მიცის. მსოფლიოში გაიკითხე სადაც კი. რაღაც დამაჯერებლობა გაკვდათ ბატონ ლევან. ამ ხელა სპექტაკლი თუ ერთად ჩაწერეთ და ერთად დადგით. მარტო ოქუაშვილი ატო წავიდა ლონდონში გასტროლებზე, ეგ მაინტერესებს. ამ საქმის გამო ლონდონის სასამართლომ გასტროლებზე უკვე დაიბარა ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც ჩასვლაზე უარის ისეთი ძალიან უცნაური მიზეზი მოიფიქრა, რომ ვერასოდეს ვერ მიხვდებოდით ძვირფასო მეგობრებო. მოდით ვნახოთ რა განაცხადა ბატონმა ნოდარმა. თუ იმეს გონია რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში ვიქირაო თარჯიმანი და ადვოკატი ძალიან ცდება. აი ძალიან ცდება. შემეწოდა ნოდარის, ძალიან შემეწოდა. ლონდონში წასასვლელი ფულის სადამაქსო თქვა და თვალიდან ცხიმი გადმოუგორდა. რა უნდა ქნას ახლა ხადურმა, აი რა უნდა ქნას. არა, შეიძლება ისეს ხო ბილეთის ფული, მაგრამ ხო დაფიქსირდება რომ ამან იყიდა ეს ბილეთი და შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნა ამის გამო და დაიღუპება კაცი. როგორ შეიძლება ნოდარის ესეთ მდგომარეობაში ჩაყალიბება. რა ქვეყანა ვართ ვერ გავიგე რა. რეკეტია, მაფიაა და მამაძაღლობა ტრიალებს ფაქტიურად, მაგრამ მართმადი მაღალია და ის ყველაფერს ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარე კი საერთოდ ანგელოზებად აქცია ქართული ოცნების დეპუტატები, ეს განცხადება მოვისმინოთ სასიამოვნო მოსასმენია. ყველა საქმეში ჩვენ რატო ვართ სიბერნათელი? იმიტომ რომ კონკრეტულ ღირებულებებზე ვართ დაფუძნებული. ასე მუშაობს მაგალითად პარლამენტის სახელით შემიძლია თქვა ამ შემთხვევაში ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითეული ლიდერი. წირო დაუდო ფული ხელს არ მოგედებს არც ერთი. აბა რა კაცო, წირო გიდევს ფული იმის აღებას რა მუღამი აქვს ერთი გაბაგებინეთ რა. აი ხალხს რომ ჯიბეში ხელს ჩაუყოფ და ამოასწრი, მაგაშია მთელი ადრენალინი, მიხვდით? ექსტრიმი, საერთოდ აი მთელი აზარტია მაგაში, ხელი ჩაუყო და ამოიღო. იქ რო დებს რა ის, არაფერი არ. რას ამბობ ბატონო ირაკლი, ოცნების დეპუტატები ფულს ხელს არ მოკიდებენ კი არა. ბიუჯეტის ჭამი დაღლილი რო იძინებს, 2 საათი კიდე ყბა ჭამს ინერციით. ის მაინც ამოძრავებს ყბად, ავტომატურად 2 საათი. აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუს რაიონის პოლიციის უფროსის ოჯახიდან პირდაპირ იყიდება აფხაზეთიდან კონტრაბანდული შემოტანილი სიგარეტი პოლიციის ოჯახში და ჩვეულებრივად. მაინც რას ნიშნავს კანონმორჩილი კაცირობა ეს პოლიციის უფროსი რა. 17 წლის ბიჭი მივიდა, არაფრით სიგარეტი არ მიყიდა. 18 წლამდე კანონით
მიკრძალავსო მე ამის გაყიდვასო. ამ ფაქტის გამო გამოძიება არც კი დაწყებულა. ვიფასო მეგობრებო, მოკლედ იქით ბიზნესის რეკეტი ხდება და არც იქ გამოძიება არ არის დაწყებული. აქეთ პოლიცია კონტრაბანდას ყიდის, ერთი რამ მაწყნარებს. ასე დამშვიდებულები რომ ვუყურებთ როგორ ინგრევა ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ხომ თავარია რომ სიმშვიდე იყოს ქვეყანაში. და არეულობა არ იყოს. ქვეყანა ინგრევა, კაი დაინგრეს, მაგრამ შვიდობა იყოს. თავარი ეს არის. რომ შვიდობა იყოს ქვეყანაში და არ აირიოს ეს დანგრეული ქვეყანა. თვითონ მეგობრებო, ეს არის ჩვენთვის თავარი. ესე იგი, რო ვაკვირდები ეს მინისტრები სულ ტყუილად ხედან ამ სკამებს. სულ ტყუილად რა, მარტივად რო აგიხსნათ რა, ეხლა ხო, აი მაგალითად ესეთი თოჯინა მყავს ესეთი, ხო? აი ესეთი, ხო? აი მარტივად რო აგიხსნათ. აი ესე გამოვიდა მინისტრი და ესე ამბობს, რომ ხალხო ეკონომიკას ავაღორძინებთ, შემოსავლებს გავზდით, ბედნიერები იქნებით, კარგად იქნებით, მაგრამ თავარი ის კი არ არის, ვინ ლაპარაკობს, თვითფასო მეგობრებო. თავარი არის ვის აქვს ხელი გაყრილი, ეს არის თავარი, თვითფასო მეგობრებო. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნალ ეკვერის ხელმძღვანელობით.